ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დიდ დარბაზში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის და ექთნებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე პირველადი გადაუდებელი დახმარება. ეს ტრენინგი აუცილებელია იმისთვის, რომ გაიაროს თითოეულმა ბაღში დასაქმებულმა პერსონალმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბავშვო ბაღებში ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება და პერსონალი ნებისმიერ წუთს მზად იყვეს მოულოდნელი საგანგებო სიტუაციების სამართავად. ამ ტრენინგის გავლა არის ასევე ავტორიზაციის სტანდარტების ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა. ტრენინგი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც გაუზიარეს და მულაჟების დახმარებით მათ ვიზუალურად აჩვენეს, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო შემთხვევებში. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ამ კონტინგენტისთვის, ამ ყველაფრის გააზრება და ცოდნა საზოგადოების თითოეული წევრისთვის, იმიტომ რომ ცნობადობის გაზრდა ნიშნავს მეტგადარჩენილ სიცოცხლეს. ჩვენი თემა ზუსტად ამას ეხებოდა, როგორ მოვიქცეთ პაციენტებთან, ან ადამიანებთან, ან ბავშვებთან არ აქვს მნიშვნელობა ისეთ შემთხვევაში, როცა არ არის გულისცემა, არ არის სუნთქვა. ამ დროს უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ სწორად მართვის საფეხურებს. პირველადი დახმარების სწავლების მიზანია სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი უკეთ მოემზადოს და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება, სანამ პროფესიონალი სამედიცინო დახმარება მივა ადგილზე. შევეცდებით, რომ ეს ტრენინგი გავაფართოვოთ და მაქსიმალურად მასებს მოვედოთ, ასე ვთქვათ, და მეტმა ადამიანმა შესაძლებლობა იქონიოს, რომ ისწავლოს, გაიგოს, რას ნიშნავს სწორი პირველადი დახმარება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ჩართულობით მსგავსი ტრენინგები ბოლნისში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, რათა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს ჰქონდეს თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული უნარები უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.